მამა დაუზავდა ორბელსა. მე მეფე თამარი, მემკვიდრე გიორგი მეფისა. მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი. მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა. შირვანთა და შაჰანშაჰთა და მბრძანებელი ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა. დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა. მახვილი მესიის მოვლენილი. მე მხვდა წილად ყოფილიყავი კანონიერი მემკვიდრე გიორგი მეფისა. თურმე მამა თავიდანვე მზრდიდა ვითა მეფესა. თავიდან ტახტის გზა თვითონვე გაუკვალია მამასა. წინასწარ დაუჭერია თადარიგი. თურმე ჩუმად დაუზავდა ივანი ამირსპასალარსა. თუ მომემხრობი გავაგდოთ მეფე დავითი, მე ვიქნები ქართველთა მეფეო. მისსავე მემკვიდრესა შენთან მოვიყვან აღსაზრდელადო. ვითა წვენი შენვე წაიღებ ლორეტაშირსაო. თუ გავტეხავ ჩემივე პირობასა დემეტრე უფლისწული გამოაცხადე მეფის კანონიერ მემკვიდრედაო. შენ უფლება გექნება წართმეული ტახტი დაუბრუნო შენივე გაზრდილსაო. მანამ მეფე დავითი იქნება ლორეტაშირი ვითა მეფის ძესა მერგებაო. ვიცი მეფე დავითი მალე სხვას დაადგენს ვითა ამირსპასალარსაო. მერე შენივე ციხეთა დაცვა გაგიძნელდებაო. ვიცი არენდობა მეფე დემეტრეს ამირსპასალარსაო. მისი ერთგულებისა არ სჯერა. მალე ამირსპასალარი მეფის ცოლის ძმა ბოცო გახდებაო. მეფე არ გაპატიებს ვითა მისივე მამის ერთგულსა. დრო არ ითმენს. მერე გვიანი იქნებაო. მანამ დროა დავუგოთ ხაფანგი მეფე დავითსაო. თურმე დაუგეგმავთ, ივანი ამირსპასალარსა ეწვია მეფე დავითი თავისივე ციხესა. მანამდე მოთათბირებოდა მეფის ამალას შინამყოფთა ორგულთა. თავისივე მომხრე, მეფის მოძულე თავადთა, მოსამსახურეთა, მისივე სანდო ხალხსა. თურმე დაუგეგმიათ, ჩუმად მოეწამლათ მეფე დავითი ასპიტის შხამითა. სასმელსა უნდა გაერია სანდო კაცსა. თავისი სიძვის დიაცი აურჩევია ორბელსა. უთქვია, თვითონვე ასპიტია მოახერხებსო. მათი გეგმა ასე ყოფილა, თავიდან უნდა მიერთმიათ მეფისთვის სუფთა თასი სასმელითა. მერე თამადა მოითხოვდა განსხვავებულ სასმისსა. თამადა მეფის სადღე გრძელოს დალევდა. მერე ივანი ამირსპასალარი დალოცავდა მეფესა. მერე ვეზირნი, ბოცო ჯაყელი, თორელი გამრეკელი და გაგელი, თმოგველი. მერე მეფეს გვერდით მსხდომნი, აბაზას ზეშოთა და თავადი ჩორჩანელი დალოცავდნენ მეფესა. მერე თამადა მოითხოვდა მეფისთვის სხვა განსხვავებულ სასმისსა. არავის ეფიქრა მეფეს აკადრეს მათივე სასმისიდან ღვინის დალევაო. ამ დროს უნდა მოესწროთ, შხამი გაერიათ ღვინოსა. ვერავის უნდა შეემჩნია მათი ვერაგობა. თუ მეფე არ ისურვებდა სხვისი თასით ღვინის მირთმევასა, მაშინ დიაცი ეცდებოდა მოეწამლა მეფის ერთგულნი. მეფე ვითა ტყვედ არჩებოდა ორბელის ციხესა. მეფის ძმა გვიან მივიდოდა ციხესა. ვითომ მერე გაიგებდა მეფის ტყვეობის ამბავსა. ეცდებოდა გამოხსნასა. ორბელის პირობა დაბრუნება დემეტრე მეფისა. მერე დავითი იძულებით დათმობდა ტახტსა. მეფე დემეტრე ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადებდა თავისივე მეორე ძესა გიორგისა. იცოდნენ დავითი დაიცავდა თავისივე მემკვიდრის სიცოცხლესა. დათმობდა მიტაცებულ ტახტსა. მესამე გზა მეფის ერთგულთა დახოცვა ყოფილა. თურმე იმ დღეს ივანე ორბელი ერიდებოდა სასმელსა. მეფეს არაფერი დაუშავდესო.